რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. გამარჯობა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგის გოგოტიშვილთან ერთად, სპეციალური გამოშვებით. 2019 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან გაიხსნა საქართველოს პოლიციის საგუშაგო. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგო. თითქოს ძალიან კარგია, სწორია, როდესაც პოლიციის საგუშაგო იხსნება იქ, სადაც არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცების მაღალი რისკი. ოსი სეპარატისტებისგან და რუსი ეგრეთ წოდებული პაგრანჩნიკებისგან გატაცების მაღალი რისკი. მაგრამ 2025 წელს 6 წლის შემდეგ ამ საგუშაგოს გარშემო თემა ისე გახურდა, რომ სრულიად აშკარაა, ბორის ივანაშვილი ცდილობს გრადუსის აწევას. ეს გრადუსი ახლა კონკრეტულად გიორგი გახარიას გარშემო აიწევა თუ ზოგადად ქვეყანაში აიწევა, ამას ყველაფერს ვნახავთ, მაგრამ დღეს ძალიან საინტერესოა იმ ადამიანთან გასაუბრება, ვინც პროცესის სულ დასაწყისი ნახა და ვინც მონაწილეობდა ამ პროცესის დაწყებაში. ადამიანთან, ვინც ატყობინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სულს, რომ ყველაფერი ისე სტაბილურად არ იყო. ჩორჩანას გარშემო როგორც ოფიციალური პროპაგანდა ხატავდა. ეს არის დავით კაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას ხელმძღვანელი. დათო გამარჯობა. 2019 წელს თქვენი ორგანიზაცია ძალიან აქტიურად იყო მოვლენებში ჩართული. რით დაიწყო საგუშაგოს ამბები, თუ შეგიძლიათ ახლა გაიხსენოთ? 2019 წლის დასაწყისში და იანვრის დასაწყისი იყო, შევიტყვეთ ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლისგან, რომელიც ნადირობდა აღული ჩორჩანის ტყეებში, გავიგეთ იმის შესახებ, რომ რუსებმა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ის დაიჭირეს წარდეს იარაღი, კაცრად გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ ეს ტერიტორია უკვე ფაქტობრივად რუსების კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს, გამოუშვეს ამბის გამოსატანად და ჩვენთან მოვიდა ეს გაფრთხილება წყალებში, ასე ვთქვათ, რის შემდეგაც დავიწყეთ აქტიურად წამული ჩორჩანის ტყის პატრულირება და ამ პატრულირების შედეგად აღმოვაჩინეთ უკვე ხეებზე მარკირება და მაშინ იყო ესეთი, ასე ვთქვათ, წყალებში ტრენდი, რომ გვაბრალებდნენ, რომ თქვენ ღებავთ ამ ხეებს და გასაღებთ ამას რუსების მიერ გაკეთებულ მარკირებად. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ ვღებავთ ხეებს და ეს სინამდვილეში აღმოჩნდა რუსული მარკირება, ნიშანი ორდერიზაციის და მცოცავი ოკუპაციის. მოკლედ ჩვენ ჩავაყენეთ ყველა შესაბამისი სტრუქტურა, სუსი, კურსი, რა ხდებოდა ამ წეებში, თუმცა პასუხად საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება მივიღეთ და აგდებული პასუხები. მეცადები რომ ცდილობდნენ ჩვენ დასწრებას იმაში, რომ თორმე ამას ადგილობრივი მოსახლეობა და მონადირეები თუ მეთქმეები ხებავენ და მოკლედ ამით ერთობიან. მაგრამ შემდგომში ჩვენმა სიჯიუტემ გაჭრა, როგორც აღმოჩნდა, იმ რეაქციამ, რაც საზოგადოებაში გამოიწვია ამ ინფორმაციამ, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში აიძულა მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაედგა უკვე იქ საგუშაგოები. და ეს 2019 წლის 24 აგვისტოდან დაიწყო, 23-24 აგვისტოდან დაიწყო საგუშაგოების ჩადმის პროცესი. აი, რამდენად დაძაბული იყო ვითარება? ჩორჩანას მოსახლეობა ვეღარ შედიოდა ტყეში, მაგალითად, შეშის გამოსატანად თუნდაც. ადგილობრივი მოსახლეობა სხვათა შორის ახერხებდა შესვლას, მაგრამ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ძალიან მაღალი რისკის ფასად და მეცაც ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ეს დღე უკვე იყო მიტოვებული. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რაც იქნა შემდგომში მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და გახარიას მიერ, ვფიქრობ, იყო გამართლებული, თუმცა მე ალბათ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, 3 საგუშაგოს ასოთ 5-ს ჩავდგავდი, ანუ 3-ს იქ სადაც ახლა დგას ჩვენი საგუშაგოები დღემდე და 2-ს იქ სადაც დღეს რუსული საგუშაგოები არის. ამეთი მოხდებოდა მთელი პერიმეტრის გადაკეთვა და რუსები ვეღარ მოახერხებდნენ უკვე შემოჭრას და იმ დაახლოებით 112-115 ჰექტარი ტერიტორიის
თავისი ღობის შიგნით მოქცევას. დღეს კოცები აბრალებენ გიორგი გახარიას, რომ მისმა მოქმედებამ დააკარგინა საქართველოს დიდი ტერიტორია. ახლა თქვენ ამბობთ 115 ჰექტარი. რეალურად ამ საგუშაგოს ჩადგმამ საქართველოს ტერიტორია მხოლოდ დააკარგინა თუ რაღაც ტერიტორია შეუნარჩუნა კიდეც? გადარჩა დაახლოებით 2-ჯერ მეტი ფართობი და ამასთან ერთად გადარჩა კიდევ 3 ძალიან მნიშვნელოვანი საბადო. კალკის საბადო, რომელიც რუსებისთვის და სეპარატისტული რეჟიმისთვის წარმოადგენს საკმაოდ მაღალ ინტერესს. ჩვენ ასეთ ინფორმაციაც ჰქონდა და არაერთხელ გაჟღერდა სხვათა შორის 19-20 წლებში ისიც რომ ჩამოყვანილი ყავდათ ჩინელი ინვესტორები იმისთვის რომ უნდა ათვისებულიყო და ათვისებინათ ეს კალკის საბადოები. Провокация проводится у стен бывшего советского завода «Югостальк». Здесь во времена Советов производили тальк, гранит и мрамор. ასე რომ საკმაოდ დიდი ტერიტორია გადარჩა, თუმცა დაახლოებით ერთი მაგდენი ტერიტორია გადაიქცა შიშის ზონა, სადაც დღეს ფეხს აღარავინ არ გავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოყვა ეს ტერიტორია. წაღულის ტყის ნაწილს გულისხმობ, დღეს უკვე კაციშვილი არ შედის, იმიტომ რომ რუსების 24 საათიანი საგუშაგოები არის განთავსებული წაღულის ტყეში, ამის გადასწორებული მასალები ჩვენ გვაქვს და არის ძალიან დიდი ხიფათი იმისა, რომ მოხდეს უკვე ეს შიშის ზონიდან მოქალაქეების გატაცება და ეს კარგად აქვს დაფუძნებული ადგილობრივებს და ბუნებრივია ისინი იქ აღარ შედიან. ასე რომ ღობის შიგნით მოექცა 112-115 ჰექტარი ტერიტორია, რაც მონიშნეს და განალაგეს თავისი საგუშაგოები და ამ ტერიტორიის გარეთ გულისხმობ წაღულის ტყის უდიდეს ნაწილს, ეს წაღულის ტყის ნაწილი უკვე გადაქცეული არის შიშის ზონად და ახლა ერთი მაგდენი ტერიტორია შიშის ზონა არის, სადაც რეალურად ადგილობრივები არ და ვეღარ შედიან. დათო, წლების წინ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც დაადგინა, რომ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს უნდა შეუერთდეს 208 კვადრატული კილომეტრი. ეს კარგად გვახსოვს, ხო? აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, სამხრეთიდან შედის თუ არა ამ ჩორჩანას გარშემო ტერიტორია იმ 208 დასამატებელ კვადრატულ კილომეტრში, რომელიც არ დაუმატებია ჯერჯერობით არ დაუმატებია მხოლოდ იმიტომ, რომ 2024 წელს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გააჩერა საკუთარივე პარლამენტი და უთხრა, რომ არ გვინდა ახლა მეხუთე კოლონის შესრულება საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში არჩევნები მოდის, საპარლამენტო არჩევნებზე იყო მაშინ შაშანდელზე ლაპარაკი და ოპოზიციას აღარ მიუცეთ საბაბი, რომ ხელისუფლება დაადანაშაულოს იმაში, რომ ვერ აკონტროლებს ვითარებას და კარგავს მიწებს. მხოლოდ ამიტომ გააჩერეს იმ 208 დამატებითი კვადრატული კილომეტრის შემოსაზღვრა, ასე ვთქვათ. შედის თუ არა ჩორჩანას გარშემო ტერიტორია იმ 208 კვადრატულ დამატებით კვადრატულ კილომეტრში. ჩვენ 2021 წლის დასაწყისში ბოლოს უკაცრავად ნოემბერში მოვიპოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეპარატისტებმა ბუნებრივია რუსების წაკეზებით და უშუალო ჩართულობით და დახმარებით შეიმუშავეს ახალი გეგმა, ახალი ოკუპაციის ახალი გეგმა, რომელიც გულისხმობს იმ 208 კვადრატული კილომეტრის მიტაცებას, რომელიც არასოდეს არ შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში. 21 квадратных километров. Прямо у меня дзируликум-то 22 квадратных километров. 25 квадратных километров койсойна. და როდესაც უკვე შევადარეთ ეს გეგმა, რომელიც არაერთხელ გასაჯეროებულის გვაქვს და ფაქტობრივი ვიდეო და აუდიო და ფოტომასალები გვაქვს და გავრცელებულის გვაქვს, იქ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ჩორჩანის ტყის ის მასივი წაღულის ტყის მასივი, რომელიც დღეს მოყოლილია ეს ოკუპაციის ხაზის შიგნით, ზუსტად ამ გეგმის ნაწილს წარმოადგენს და ჩვენი საგუშაგოები, რომლებიც განლაგებულები არიან როგორც მინდა ჩორჩანის ტყის ნაწილში, აკავებენ და აფერხებენ ამ ხაზის განვითარებას და აფერხებენ ტალკის საბადოების წარწმევას ოკუპანტების მიერ.
დათო დღეს ვახტანგ გომელაური სუსის მაშინდელი უფროსი ამბობს, რომ არაფერი არ იცოდა ამ საგუშაგოს მშენებლობის გეგმასთან დაკავშირებით. რომ გაიგო მხოლოდ მაშინ, როდესაც ტრაქტორები გამოჩნდნენ იმ ტყეში. მართლა ასე იყო? მართლა არაფერი არ იცოდა სუსმა? ან ზოგადად როგორ წარმოგიდგენია სუს შეიძლებოდა არ სცოდნოდა? რას აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ტრაქტორები მაგალითად დაიძრა კონკრეტული ტყისკენ? ეს შეიძლებოდა სუსს არ სცოდნოდა, იმდენ ცუდად აკონტროლებენ რეგიონში ვითარებას. ერთ რაღაცაში ვარ დარწმუნებული, რომ სუსი 100%-ით საკითხ კურსში იყო ამ ოპერაციასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ ვიცოდით და ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ ეს საგუშაგოები უნდა ჩამდგარიყო მალე, არ ვიცოდით ზუსტი თარიღები, სადღაც მაისი-ივნისის პერიოდში, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სუსიც აუცილებლად იქნებოდა ინფორმირებული ამ გეგმის შესახებ. ასე რომ ვთვლი გომელაურის მცდელობა ეხლა თქვას, რომ რაღაცა მე არ ვიცოდი და ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო გახარიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა და გააკეთა, არის ძალიან დიდი ტყუილი, იმიტომ რომ კიდევ მეორე ჩვენ მაისში ვიცოდით უკვე ეს ინფორმაცია, რომ ჩვენთან მოსული იყო, რომ საგუშაგოები უნდა ჩამდგარიყო და რომ აი ამ ჩვენმა ასე ვთქვათ აწეულმა ამბავმა ჩვენმა აღმოჩენამ აი ამ ნიშნულებისა იმოქმედა და რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ქართული საგუშაგოების ჩაქმასთან დაკავშირებით. ამიტომ ამაში მართლა დარწმუნებული ის შიგნით ახლა რა პრობლემები ქონათ ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ამაზე ვერაფერს ვთქვი, ამაზე არანაირი ინფორმაცია, მაგრამ ხას უსვრო, რომ 100%-ით დარწმუნებული ვარ, თუ ამ ოპერაციის შესახებ ვიცოდით ჩვენ, რიგით მოქალაქეებმა, ბუნებრივია სუსის უფროსი აუცილებლად საკითხში იქნებოდა. დათო კოჩი როცა რაღაცას ამბობს და აკეთებს, სულ რაღაცა უნდა იგულისხმო და სულ უნდა იფიქრო, რა შეიძლება ამის უკან იმალებოდეს. აი, ახლა რა შეიძლება იმალებოდეს აი ამ იწილო-ბიწილოს უკან? მართლა რეალურად გახარიას დაჭერა უნდათ, ან მისთვის ქულების მომატება უნდათ, ან უნდათ აიძულონ რომ ჩაერთოს არჩევნებში. როგორ გონია ზოგადად, რა შეიძლება იყოს საბოლოო მიზანი ქართული ოცნების? მე ვფიქრობ, რომ გახარიას კი არ დასჯიან ამის გამო, არამედ ამ кейსის წამოწევა და მისი ამ გრადუსის აწევა ხდება ერთადერთი მიზანი. ან ყველაზე მთავარი მიზანი შეიძლება იყოს შემდეგი, რომ რუსებისთვის საჩუქრის გაკეთება. რას გულისხმობ ამაში? 2019 წლის სექტემბრიდანვე, როდესაც ჩაიდგა საგუშაგოები, რუსებისთვის და სეპარატისტებისთვის გახდა ერთ-ერთი ნომერ პირველი პრიორიტეტი აეძულებინათ ხელისუფლება ამ საგუშაგოების დემონტაჟისთვის. და IPRM-ის ფაქტობრივად ყველა შეხვედრის ნომერ პირველი და ყველაზე პრიორიტეტული საკითხი იყო ჩორჩანის ტყეში განლაგებული საგუშაგოების დემონტაჟი. ასე რომ დასჯა არ ვიცი, რამდენად მოხდება გახარიას დასჯა ამ кейსით, მაგრამ მეტად სავარაუდო არის, რომ მზადდება საჩუქარი რუსებისთვის და აი ამ ბრჭყალებში გამოძიების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რომ ამ საგუშაგოები უნდა დაიშალოს, მოხდეს მათი დემონტაჟი, რითაც რუსები ბუნებრივია იხეირებენ და ის შეფერხება, რაც ფაქტობრივად 6 წლიანი შეფერხება აქვს აი ნაწილში ბორდერიზაციის გასაგრძელებლად, არ მოიფხვება და ძალიან სწრაფად თალკის საბადოები და ჩორჩანის ტყის უდიდესი ნაწილი შესაძლოა სოფლის გარკვეული საძოვრები და ტერიტორიაც მოხვეს ახალი ბორდერიზაციის ფარგლებში და ეს აუცილებლად მოხდება. ხოლო გახარიას დასჯიან თუ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი ვარაუდით მაინც ეს ყველაფერი კეთდება ამისთვის, ვინაიდან თუ რეალური დასჯა უნდათ გახარიასი, ალბათ სხვა რამეს ითხოვიდნენ, რასაც კიდევ უფრო ხელმოსაჭიდად და უფრო ეფექტურად გამოიყენებენ.
Დათო დიდი მადლობა. ყველანი ალბათ ძალიან მალე ვნახავთ, ფრიდ დამთავრდება ამბავი და საით მიიყავს ქართულ ოცნება ზოგადად ეს პროცესი. ეს კი იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. ინტერვიუ დავით კაცარავასთან. გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, მოგვიწონეთ. ყველა რესურსზე. Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე და უკვე Instagram-ზეც. დიდი მადლობა. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.